მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა ვაგზალებთ ჩვენს მორიგ ვიდეოებს, პროექტებზე და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, წელს გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტი. ეხლა ვდგავარ ერთ-ერთ პროექტთან, ერთ-ერთ ჩემი TikTok-ის ვიდეოზე, მაქვს დანამიოკებული, რომ კონკრეტულად იმ მანქანაზე რაღაცა ხდებოდა. მოგი ემბლემა გაგო. რა, ისე წყალმაგიდო, ხა? არა დო. აჰა. ისე Volkswagen-მა თუ გიშველა რა. სა არ მაინტერესებს წავედი მე სახში. ნიხრინა წავედი ისე. და იტოქში ეგ მანქანა. მე შეადარე რა დღეშია. ამოვიღეთ BMW-ს ძრავი, ჩავდგეთ Volkswagen-ის ძრავი 3.2 ტურბო. ეს არის ჩემი თეთრი Golf-ის ძრავი. Golf 4 მყავდა 3.2 ტურბო. ეს მანქანა იქნება drift car-ი, იქნება body kit-ზე, ყველაფერი აიწყება, იქნება BMW-ს drift car-ი, Volkswagen-ის ემბლემა. ვაგინა performance დავაწერთ უკან ლაბაოს. ამასობაში შეამჩნევდით, შედარებით სისუფთავე გვაქვს, ახალი ბოქსი გვაქვს, კიდევ ვალაგებთ ჯერჯერობით, თუმცა რაღაცას გავს უკვე რა, აქაურობა და შეგვიძლია ბევრად ხარისხიანი სუფთავიდიო შემოგთავაზოთ. ასევე ყავდა პროექტი 996 Porsche 911 კუზაო. ჩავდგით 1.8 ტურბო Golf 4-ის ძრავი. ჩვენ არ ჩავდგეთ, ბიჭებმა ჩადგეს და მოიყვანეს, ელექტროობა გავმართეთ, ნაწილობრივ გავმართეთ და მანქანა წავიდა ცეპლენის მოსარგებლად და ზოგადად წყლის სისტემის მოსაგვარებლად, რომ შემდგომ მოვიდეს ჩემთან და დასრულდეს პროექტი. გეგმაშია დაახლოებით 500 ცხენი, კოვკაძრავი, დიდი ტურბინა და ბევრი საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტილება არასტანდარტული პროექტისთვის. კიდე ერთი მანქანა გამორჩა ალექსას, თუმცა არ გამორჩა აქ იყო, მაგრამ დასრულების ეტაპები გამორჩა და მივიდეთ რაღაცებს მოგიყვებით. მოკლედ ამ მანქანას ბოლო მოვლენების შემდეგ შეიძლება ხო, ბოლო კადრი იმეებში ხო იყო ვიდეოებში ეს მანქანა. დავაყენეთ ჰიბრიდი ტურბო, ტროკერი დაკოვკებული ძრავი, თავისი 1.8 ტურბო, რომელიც დადგმულია Audi TTS-ის მიზზე, ბლოკი, პორშინები და ღერძი არის Audi TTS-ის. გალოუკა თავისი რასპროდები და ყველაფრით არის უკვე აგეუსი, ძველი Golf 4-ის. ამასობაში რაღაცები ზეთის ნასოსზე გადაკეთებულია, ბალანსირებიანიდან გადაკეთებულია ჩვეულებრივ ზეთის ნასოსზე და ჩადგმულია ძველ მანქანაში, რომელიც მუშაობს იდეალურად. და მაგის შემდეგ ამ მანქანას ჰქონდა ძალიან ბევრი თავგადასავლები, ასე ვთქვათ. გავაჰიბრიდეთ თავისი ტურბო. მინდოდა რომ კაპოტის სივრცე ყოფილიყო მაქსიმალურად სტოკი ქარხნული, ასე ვთქვათ. დავაყენე ასე შემდეგ ჩავაფარეთ რაღაც ნასტროიკის პროცესში, რაღაც არ მომეწონა. მოხსენით და კიდევ უფრო დიდი ჰიბრიდი ავაწყეთ. შემდეგ დიდ ჰიბრიდზე, რომელიც იყო უკვე 58 მმ ინდუსერი და ზომებით იყო G30-760-ზე ოდნავ პატარა. ანუ G25-660-ზე დიდი იყო და 770-ზე პატარა იყო. თვალები დავიჭირეთ რა. ხო და მაგ ტურბოზე ამ მანქანა მიარა 7.4, არ მახსოვს, 7.4. ხო და 100-200 იარა 7.4-ში, რაც დღევანდელი დღით არის ყველაზე ჩქარი ამ კუზაოში ტეტე საქართველოში. და ზოგადად ქალაქის მანქანა ტეტე. იმიტომ რომ არის ერთი ტრაკსტერი ტეტე, რომელიც თავისთავად ჩქარია ამაზე და ბევრი რამეა გაკეთებული. მე მგონი ისიც არის სტრიტლეგალი, მაგრამ შედარებით გახაფანგებულია რა, იმიტომ რომ კარბონის უყენია ყველაფერი აბსოლუტურად მართხალებს გარები. ხო და იმ ტურბოზე, როცა მოვინდომე 7 წამის გატეხვა, უკვე მადად ჭამის დროს რომ მოდის. რომ მოვინდომე მაგის გაკეთება, მიდი კიდე, ფუ, აი ესე გააკეთე და გავწყვიტე, გავღუნე ღერძს. შენ ხელა კულერები მიყენე. არა, ეთყობოდა ეს მეგობრებო, ცხენი აიტანა. ერავსება. დაბას მაგასაც მე დავაყენე. გიორგას ვუქნით მაქსიმალურ პირობებს, რომ დღესვე შეცვალოს ტურბო, რა. მაქსიმალურად ხელს მიშლით რა. ეს რაგონია, ჩემთვის მუშაობს, ახლა თავისთვის მუშაობს. იასნე. თავი კაი კოლექტორია, არა? შემოიყვანებენ ჩემ ტურბორგა. მოდი, იმედი გავსოთ მარტო. ვაგონი. დაადარი დიდი ტურბოს საშუალება. დღე დააყენე. ტურბოს სამაგრი. რამდენჯერ გიხარი არ დააყენოთ. მაგის გამო შეჭამ ტრავერსი მოგცინე რომ დამეყენები. ხო და რამდენჯერ გიხარი არ დააყენოთ. აწყობილი მანქანა დავშვა და მივაყენე. რა პრობლემაა, ეხა ტურბოზე გადახსნეს რა ეგა. კიდია თუ ტურბოაცი გაფუჭებულია მაინც. კოლექტორია ზატო კარგი არა კი? კოლექტორი.
თან შლის, თან მაგინებს, რა გინდა ბოლო-ბოლო. წელიწადში 5 ჯერ ძრავი რო დასტუკე და 5 ჯერ და გადამანასტროიკებინე არ გასწოვს. ეხლა აბაროც ვიღებ. ნე. კაი. ხები ნახოთ რა იყოს ეგ. მეცი რო არ გვარგა, მაინტერესებს რატომამდე არ ვარგა. გაღუნულია, ის უგერძი გაღუნულია, წინაფრთა არ ვარგა. გაუკანა ფთა გერძი. გაღუნულია თქო. ღერძი ხო გაღუნულია. როგორ ტრიალებს უყურე? ბიჭო ფრთა ღერძეა? არა, გერძი ხარ. წინაფრთა ღერძზე თუ უკანა. ამასობაში უეჭველი არც ნავის ბრალია, არც ბლოკს. ტურბოს ბრალია. ნახე როგორ არა, უბრალოდ ღერძი ვერ გავწყვეტ. მას ვერ კაკ. ნუ, არ გავწყვეტე, ღერძი გავუღუნე ტურბოს, იმიტომ რომ კანალოთხის ღერძი სუსტია და ფიზიკურად, ნუ, ლოგიკური იყო და კი ვიცოდი, მაგრამ მეთქი ვნახოთ რა სიზამს და ნუ ვერ გავზომეთ ეგ 100-200, სავარაუდოდ 6 და რაღაცა იქნებოდა, იმიტომ რომ 100-160-ში მქონდა დაახლოებით წამნახევარი სხვაობა. შედეგი დაიდო და გაფუჭდა ერთი მაგის რაც არის ჯოქში. ტურბო რო გავწყვეტე, მანქანა ფაქტიურად გაჩერდა და სხვა გზა არ მქონდა. ავიღე და სახში მედო ჩემი წითელი გოლფის წინა ტურბო. ანუ ეხლა რა ტურბოც მიყენია ხო გაფუჭებულია და მაგის წინა ტურბო ზუსტად ეგრე გავაფუჭე რა. თები ქონდა მომტრეული და ის ტურბო მერე გავაჰიბრიდე და შეუცვალე. და გადავწყვეტე რომ დამეყენებინა BMW-ს. რაგის შემდეგი დღეა, ჯორა პახმადიაზეა. კი არ იყო, მაგრამ აქ არის. ირაკლაი მანქანას ისევ ვიბრუნებს სამოქალაქო რეჟიმში. დისკები დავაბრუნეთ. ის ყათაშორის ფილტრი მოხსენი. ეს ბეგარა. Easy parts. ოკეი. რაღაც შეხედე. აი რა ტურბო არის ბიჭებო. აი ამ ტურბოთ ძმაო დავდიოდი, რასაც დავდიოდი. შემდეგ წელს ტრაქზე დაბრუნდებით უფრო სწრაფად ტესტ. იმიტომ რომ $100 გვაქვს გადახდილი ამ ტურბოში და აი ეს საკმარისია. ხედავთ ჩავტოვს. ხედავთ რომ ტურბო არ აქვს. მოკლედ გეგმაშია ამ ტურბოს შეცვლა კოლექტორის აწყობა. ეხლა გვაქვს 550 ცხენი საბურავზე. ვაპირებ ერთი ალბათ 800 ცხენზე მაინც ავიყონო საბურავზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ლანჩი ვერ გავაკეთებ, რომ მაინც დავეწიო ასე ვთქვათ რა. მე თანახევარი ინჩიანი ვიხლოპია თავიდან ბოლომდე, მაგერე ეს არის გარეგეითი, ცოტა ზეთი გაზდის სლივს, მაგრამ არაფერი ისეთი. აი დანარჩენი გავშია რა. ფათაშორის აქეთ რაღაც ხმა მესმა და რა ვუხობდი და უნდა ვდახო. აუ, ყუმბარას ხმა კი ეგ. არა თავარია იმის თქმა და გაგვეზარა შეცვლა პროსტა. თავარია ჩვენი ხოდით მოვედით იქიდან. მაგას ვიძახი ხო თავის მანქანა თავის ხოდით ვერ წამოვიდა. ბევრი მანქანა იქ დარჩა, კი. პიონიერია რა, მეოთხე ფინალის მანქანისთვის. და მოხუჭებიც გადავახურე. იმის მიუხედავად რომ 350 მმ-იანი მოხუჭებია, მაინც ვერ ვჩერდებოდი. ხო და მოვიტანე და ჩავსვი ამაში. რა თქმა უნდა, ისევ მაქსიმალურად ვეცადე რომ ქარხნა გაწყობილიყო, თავისი ქარხული ხუფი ვდგება აქ. უბრალოდ რატო არ დავასრულე, რატო არ ავაწყე? ტურბო იმდენად დიდი გამოდგა 4 ცილინდრიანი ძრავისთვის, რომ 6000 ბრუნზე იწყებს გასწავლას და 7000-ზე ვკეტავ. გადაწყდა რომ აღარ ვაწვალო და გამოვიწერე ამისთვის ახალი ტურბო, რომელიც ამ დღეებში დადგება და ტატოსთან წავა ახალი დაუნფრენების სასაწყობად. ხო და ზუსტად მაგ ტურბოზე ვაპირებ 6 წამის გატეხვას ამ მანქანას. უკვე ძრავის აწყობა დავიწყე, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ტურბინის გაგრილების სისტემა შემეცვალა და დამეყენებინა პარამეტრი. თუმცა ფრონტალური ინტერკულერი არ მინდოდა, იმიტომ რომ მანქანას კი არ ახაფანგებს. ძალიან ეტყობა რომ რაღაცა ნაჩალიჩარია მანქანაზე და არ მინდოდა რომ სადა სტოკით ეტყობილიყო. და ისე ოდნავ ეტყობა ერქები. თუმცა არ არის თვითონ ინტერკულერი. მანქანაზე დავაყენე 2 ცალი წყლით გაგრილებადი ინტერკულერები, რომლის წყლის გაგრილების რადიატორი არის ეს და ნუ ზომაში პრინციპში დავსვი რა, ისე თუ ასე ჩანს უბრალოდ რომ რაღაცა აყენია. თითო ინტერკულერი გათვლილია 500 ცხენზე, აქ მიყენია 2 ცალი. თუმცა არ ვაპირებ 1000 ცხენს რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი ინტერკულერები ქარხნულად 225-იან ტეტეებზე, იმასაც აღნიშნავ რომ ეს არის 240 ცხენიანი ქარხნული ტეტე, რომელსაც ეძახიან QS, იგივე Quattro Sport. ხო და ქარხნულად მაგ მოდელებს უყენიათ 2 ინტერკულერი. ერთი აქეთ, ერთი იქით. ქარხნული ინტერკულერები მოხსენი და ჩავსვი წყლით გაგრილებადი ინტერკულერები, რომელიც აი ეს რო შევხედავ ჩანს, მაგრამ ნუ რა არის შეგნით პრიალებს რაღაცა რა. ხო, აქ არაფერი არ ჩანს, მაგრამ აქ ნახე, ჩანს მაგ ინტერკულერების პომპა, რომელიც ასევე Bosch 010, ხო, მე მგონი ეგ არის Bosch 010. რაც შეეხება უფრო დაწვრილებულ იმოხილვას ამ მანქანის, გადაწყვეტილი გვაქვს რომ ცალკე ვიდეო მივუძღვნათ ამ ყველაფერს და განახოთ თუ რა სხვაობა ამ ტეტეს და ჩვეულებრივ ტეტეს შორის. რაც მე მგონი საინტერესო იქნება იმის ყველობაზე, რომ ამასობაში მაგ პერიოდში ამ მანქანას ნუ 1-600 ცხენის საბურავზე მაინც ექნება და გავტესტოთ. ამაზე რა ხდება და დავმარცხდით ქოროღლიშვილთან, თუმცა ისედაც არ მქონდა შანსი თავს არ გავიმართლებ, მაგრამ მოკლედ ლანჩი არ მქონდა, ადგილიდან ვერ ვსტარტავდი.
სტარტი კარგი გამოუვიდა გურგენიძეს, მაგრამ მოხდა მერე რაც მოხდა და მაგის კვალობაზე რომ ვერ სტარტავდი, მაინც ვიარე კოტერი 10-4-ში. საშკარად გადამწყვეტი გამოდის. აი, ძალიან კარგი სტარტი ქონდა, რა თქმა უნდა, თუ ეს ძალიან კარგი სტარტი ეს ჩაითვლება, რა თქმა უნდა, და ფოლსტარტს არ ქონდა ადგილი. მე მგონი რომ მაგრამ მაინც მოახერხა. 10-4-ში თუ ლანჩის გარეშე ვიარე, 900 უეჭველი დავწერდი, სხვა მანქანებთანაც საკმაოდ კარგად ვივლიდი. ვფიქრობ, რომ სამაულში მაინც მოხდებოდა. მაგრამ რაც მოხდა, ის მოხდა. ამასობაში ცალკე ვიდეო მედო თუ რა სჭირდა მანქანას და როგორ გაზავდი და ეგრე სპონტანურად გადავუწყვიტე დრაგზე გამოსვლა. მე პირადად მაყოფილი ვარ შედეგით. დრაგის მერე დავშალე, გამოვიწერე ყველა ნაწილი, რაც სჭირდება და გადავწყვიტე მაქსიმალური შედეგი ამოვიღო ქალაქისთვის მომზადებული მანქანიდან გახაფანგების გარეშე. და კოტერი ალბათ 9-8 ესე 8-9-9-8-9. ტატოს ვერ გავარსებ, თუმცა ყოველთვის ვიძახი მაგას და ეხლაც ვიტყვი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვისი მანქანა არ გაფუჭდება. დღესდღეობით რაც ხდება დრაგზე, თუ მანქანა არ გაგიფუჭდა და ჩქარი მანქანა ყავს, მოიგებ. თუ გაგიფუჭდა, მოეგრეა რა, ეხლა რეალობა ეგრეა. ამიტომ მაქსიმალურად ისე მოვხოდავ, რომ არ გამიფუჭდეს და სტაბილური იყოს და რასაც ვივლი, სტაბილურად ვივლი რა. იმედი მაქვს მაგის და რა მოხდება, როგორც იტყვიან, გამოჩნდება ასფალტზე. ეს ჩემი მაგაც მანქანა გამოგვიგზავნა ამერიკიდან, ტონი ჩამიქრაო და იქ იმდენად ვირიჟდება, გაკეთებაო, გამოგვიგზავნა დაკოქეთო. დაკოქეთ, ეგ არაფერი, ბენზინიც არ ესხა ამასობაში. ბათაშორის ამბადად შეიძლება რაღაცის გადაღება და გადავიღებ 5 და 6 აქვს რავი, ავტომატიკა კოლოფია. ეს არის სრულად ჰიდრავლიკური ავტომატიკა კოლოფი, რომელიცაც არ მიაჩნია ტვინი, უბრალოდ გასაძლევდა, წნევას იძლევა და მიდის. საინტერესო ტიპია. ბათაშორის ზუსტად ესეთი ყავდა ტუპაკს და ტუპაკის მუღამზე მე ტაისონი იყიდა, რომ გამოვიდა ციხიდან, რომ იცოდეთ ბათაშორის. ესეთი ოღონდ შავი იყო, 560 ესელი იყო ისიც. აი დეტეილინგი სჭირდება აქაურობას. დამწერილია. ნამეტანი, ხო. ერთი 7 თვე მაინც ედგა ტატოსთან სამაკოლექტორს მიწყვეტას ბათაშორის. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, რაც შემოგთავაზეთ უკვე ცალ-ცალკე. ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეს, არხის გამოწერა, მეტი კომენტარი და მეტი სტიმული რო გქონდეს ვაკეთოთ ვიდეოები. ნუ მე კი არ მეზარება, მაგრამ აი ამ ყმაწვილს ეზარება მოსვლა. ყმაწვილს ხო? ყმაწვილს ხო? ყმაწვილი. გავაგზავნოთ მანქანების კეთება. გავსო, გავაჭრდა. წავედი სახშიდან. რაც შეეხება კონკურენციას და სხვა მანქანებს, რომელიც იქნებიან ამ მანქანის კონკურენტები, ვიტყვი ერთ რაღაცას, no replacement for displacement. რაც ნიშნავს იმას, რომ რაც ნიშნავს